გამოშვებას ვიწყებთ უმძიმესი ტრაგედიით თურქეთში გაზიანთებში მომხდარი ავარიისას 16 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. როგორც თურქული მედია წერს, თავდაპირველად ავარიაში მსუბუქი ავტომობილი მოყვა და ხევში გადავარდა, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამაშველო ბრიგადები. იმ დროს კი, როდესაც ტერიტორიაზე მაშველები და ექიმები მუშაობდნენ, შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით მოხდა მეორე ავარია. სამგზავრო ავტობუსი ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა, შემდეგ სახანძროს და ბოლოს საინფორმაციო სააგენტოს ავტომობილს. როგორც თურქული მედია იუწყება, ჟურნალისტები სხვა დავალებაზე მიდიოდნენ, როდესაც უბედურ შემთხვევით შეესწრნენ და დაშავებულების დასახმარებლად გაჩერდნენ. ავტოკატასტროფას 3 მეხანძრე, 4 სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, 2 ჟურნალისტი და ავტობუსში მყოფი 7 მგზავრი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტოავარიისას დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაყავთ პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად. თურქეთის საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სამძიმრის წერილი ტვიტერზე გამოაქვეყნა.